მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა. უკვე ვიცით ჩვენ კვირის პროგნოზი, ნახოთ რა გველოდება მომდევნო კვირაში. ეხლა როგორც გითხარით წინა ვიდეოებში, მე ცოტა ხანი დავიწყებ ყველა ვიდეოს იმით, რომ გაგაფრთხილებთ, რომ ფრთხილად იყავით TikTok-ზე. ორი კლონი არის გაკეთებული ჩემი არხის და იქიდან წერენ რაღაც უაზრობას. გთავაზობენ რაღაც დახმარებას. ეს მე არა ვარ, იცოდეთ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, აუცილებლად დუეჭვი ოდნავ შეგეპარებათ. აქ რაც არის მითითებული ტელეფონები, მაგ ტელეფონზე მომწერეთ და მკითხეთ. ფრთხილად იყავით, ძალიან გაგთხოვთ, რომ უკვე მეორე აკაუნტი ჩემი შექმნეს ვიღაცებმა და მინდა გაგაფრთხილოთ. ნახოთ ახლა ჩვენ ეხლა რა ენერგიებში ხართ, სიგნიფიკაცია, ხო? ნახოთ რა ხდება ეხლა თქვენთან სივრცეში. შემდეგ რა თქმა უნდა ვნახოთ ჩვენ ხო ვიღაცას კიდე მომწერა ვიღაცამ ვარიანტები. აქ ამ არხზე ბევრჯერ მეკითხეა და არ გვიყვარს ჩვენ ეს ვარიანტები, იმიტომ რომ ყველას ინტუიცია კარგად განვითარებული და ეგრევე ხდება მისია გაშლა თუ არა, ამიტომ არ ვაკეთებთ ჩვენ აქ ვარიანტებს. ვენდობთ ინტუიციის, ანუ უსმენთ სიგნიფიკაციას თუ თქვენი ხო და ახლა აქაც სამი სფერო არის, იმიტომ შეიძლება ზოგიერთ თქვათ რეზონირდეთ, ხო? მაგრამ რომელიმე თქვათ სფეროში, ნუ საერთოდ არ რეზონირდება, ხო? ან თქვენ ჯერ არიცით და ეს მოვლენა მართლა ხშირად იყავებს ხოლმე, რომ თქვათ აი არა, ეს ჩემზე არა, ეს რანაირი უცნაურობა რაღაცა და მაგრამ მე გადის რაღაცა პერიოდი და მართლა ის რაც ამოვიდა, ის მე ხდება და ამიტომ ცოტა ყურადღებით იყავით. რომ თქვათ თუმცა ძალიან ისიც ხა ან ნუ დაუშვათ ოდნავ მაინც ფიქრობთ რომ კი რაღაცა შეიძლება იყოს, მაშინ ეს ინფორმაცია დაიტოვეთ თუ არა და შეიძლება რომელიმე სფერო იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ აქ სამ სფეროს ვიხილავთ ხოლმე, პროგნოზს ვაკეთებთ, ანუ კარიერა, სამსახური, ფინანსები, ურთიერთობა, შეიძლება სამივე იყოს თქვენი. ეს უკვე იმაზე დამოკიდებული რამდენად ხარ შემოსული ჩემს სივრცეში. Так, მომდევნო კვირის ენერგიებიც ნახოთ. ხო, კიდე მომწერეს, დიდი მადლობა იმაზე, რომ მოგეწონათ ეს სუფრა. მე ხა მინდა კიდე ერთი სიტყვა ვთქვა, რომ აი ჩვენ შევქმნით სპეციალურად მინი ასეთი ონლაინ მაღაზია, სადაც ჩემი მოსწავლებისთვის, ნუ ჩემი მომხმარებლებისთვის შეღავათიან ფასებში ვიწერთ ჩვენ ტაროს, შეიძლება აქსესუარებს, თუ ვინმეს გინდა და გაინტერესებთ, იქ არის ტელეფონი, მიწერეთ ჩემ თანაშემწეს, ქეთის და ის დაგაყვალიანით ყველა ვარიანტში. Так, მოდით ახლა კარიერა. რა გელოდებათ სამსახური, კარიერა, ბიზნესი, ვის რა გაქვთ, ნახოთ დღეს ვისთვის იქნება. ამა გითხარით ჩვენ რას უნდა ველოდოთ, ხო, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება უпростоროდ. ფინანსებიც ნახოთ. დღეს ჩირო მარჩეტი ორი დასტა მოგხედავთ, როგორ მიყვარს ჩირო მარჩეტის დასტა. დასტები. Так, აბა ნახოთ. ფინანსური მდგომარეობა, რა უნდა ელოდოთ, რას უნდა ელოდოთ. რას გაგვაფრთხილებენ და ნუ რა თქმა უნდა ურთიერთობა, ხო? ანუ როგორ განვითარდება, რა ეგელოდებათ ურთიერთობაში, რა ენერგიები, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. Так, всё დავიწყოთ ახლა ჩვენ. პირველი რა თქმა უნდა ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენ. აქ რაღაცნაირად რაღაც მერყეობთ, იცით, არ იცით რა გააკეთოთ, რა აირჩიოთ. საკმაოდ, იცით რა არის, შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, ხა საჯარო გაშლა, ვიცით ჩვენ ხო, რომ მე რამდენიმე ვერსიას ვამბობ ყოველთვის. ამიტომ აქ შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ დაუშვათ, არ გამოვრიცხავ, შეიძლება
ოჯახი და ახალი სიყვარული, ხო? დაუშვათ ვიღაცა შემოვიდა ესეთი ადამიანი, რომ თქვა ფიქრობს, რომ დაუშვათ განქორწინება გავაკეთო, თუ წამოვიდე ოჯახიდან, დავრჩე თუ ახალი სიყვარულს ვენდო. იცით რა არის, ახლა უცბად გეტყვით ისეთ მომენტს, რომ ზოგჯერ როცა არის ძალიან ისეთი დაძაბული სიტუაცია, თქვათ ოჯახში და უკვე და თქვათ შენ გრძნობ იმას, რომ მინდა რომ წამოვიდე რა ოჯახიდან, უკვე მინდა რომ აღარაფერი გვაჩერებს რა ერთმანეთთან, უკვე არც გრძნობ, არც არაფერი. აი მაგ დროს შეიძლება შემოვიდეს ვიღაცა ისეთი ტრანზიტულს ვძახეთ, ტრანზიტული პარტნიორი, რომელიც თქვათ მოვა ისეთი სითბოთი სიყვარული თქვენთან, რომ მაქსიმალურად უკაცრავად გადაგვრთოს თავის თავზე რა. და აი ეს რისთვის შემოდის ზოგჯერ იმისთვის, რომ თქვენ ზუსტი გადაწყვეტილება გააკეთოთ, იმიტომ რომ შეიძლება ამ ურთიერთობებით ეს მართლა დაგანახებთ თქვენ, რომ ან დაგეხმარებათ თქვა წამოსვლაში, თუ დაუშვათ წამოსვლა არის აუცილებელი, მაგრამ ვერ წყვიტავთ. ან პირიქით დაგანახებთ იმას, რომ თქვა ეხლა არა შენი მეუღლე თქვა ძალიან მაგარია და ამიტომ ვინც არ უნდა ჩაერიოს, მაინც და გადაწყვეტილებას მიიღეთ, რომ დარჩეთ, კაიგეთ, აი ეგეთი რაღაცა, მაგრამ აქ ძალიან ფრთხილად იყავით, როცა ეგეთი სიტუაცია არის, იმიტომ რომ არ არის ყოველთვის ის, რომ თქვათ ეს ადამიანი მე დარჩეს ცხოვრებაში, შეიძლება მე გავიდეს. უბრალოდ ის მოვიდა დასახმარება, დაგეხმარა. აი ასე. და კიდე აქ რაღაც ინტერესო თემა გვაქვს. კიდე არის არჩევანი, თუ დაუშვათ თქვენ რამეს კიდე სწავლობთ. აი აქ ფიქრობთ თქვენ, რომ რა ვქნა, რა გავაკეთო, ჩემთვის რა ჯობია. მე დაუშვათ დავრჩე, თუ წამოვიდე. ესეც შეიძლება იყოს, თქვათ, სადმე ვინმესთან სწავლობთ, თქვათ, დაუშვათ, ანუ შეიძლება უმაღლესში სწავლობთ და თქვათ, ეხლა კი მოგწონთ, მაგრამ არ იცით რა გააკეთოთ, ხო? დავრჩე თუ წავიდე. თუ თქვა დავასრულო, ახლა მიზეზი ახლა ყველას შეიძლება თავისი იყოს, შეიძლება ფინანსების გამო სხვადასხვა. ანუ შეიძლება ვიღაცას ვიღაცის ვალი შეიძლება გქონდეთ და ან რაღაცას თქვათ შეიძინეთ რამე და ფიქრობთ ახლა რომ რა ვქნა, რა გავაკეთო ახლა, თქვათ ნახევარი ფული გაქვს გადახდილი, ნახევარი გადასახდերը და ფიქრობთ რა გავაკეთო ახლა მე. გადავიხადო, არ გადავიხადო, რაღაც ეგეთი ენერგიები არის რა, იმიტომ რომ გინდათ რომ იყოთ, აი კარგი მინდა ვიყო, გაიგეთ? აი ესეთი მომენტი, ან შეიძლება ვიღაცას აქვს თქვენი ვალი და თქვენ ფიქრობთ რომ როგორ თხოვო და უშოთ არ მინდა ურთიერთობა გავაფუჭო. აი რაღაც ესეთი თემაც არის აქ. ხო. ურთიერთობაზეც ხო გითხარით, პრინციპში ახლა უკვე მიდასტურებენ იმას, რაც მე გეუბნებოდეთ თავში რა, რომ შეიძლება გასვლა გინდათ იგივე რაც გითხარით. დავრჩე თუ წამოვიდე, ეგაც არის რა. დააკვირდეთ, იმიტომ რომ ცოტა რაღაც ესეთი, ტაქსი ჯერ მოიცადეთ სადაც წავედით. ეხლა ეს მინდა ვნახოთ მომავალი. აჰა. ნახ. რა საინტერესო ნახეთ, ეხლა აქ როგორი ენერგია გვაქვს ჩვენ. მომისმენთ, აი ვისაც უთხარი რომ თქვათ, აი მოვა ტრანზიტული, ხო? ნამდვილად მოვა და დაგეხმარება თქვენ იმის გადაწყვეტაში, რომ თქვათ, всё, მე გადაწყვეტილება მივიღე, მორჩა. და ეს იქნება მტკივნეული, ეს იქნება, მაგრამ ის მარე დაგეხმარებათ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, გაიგეთ? აი რაღაც ესეთი და იმ ნაბიჯს გააკეთებთ რა, აუცილებლად გააკეთებთ იმ ნაბიჯს რა. კიდე შეიძლება იყოს, აი ძალიან ესეთი სიტუაცია იყოს, პატიეთ. ანუ გასვლა, ხო გეუბნებით, აი დაუშვოთ ეხლა სადღაც აი სწავლაზეც ხო თუ ეხება დაუშვათ, ან ვიღაცა ყავთ თქვა მასწავლებელი რა ვიცი. შეიძლება ან სასწავლებელში სადღაც სწავლობთ რომ იეროფანტის ხშირად ამას აჩვენებს. სხვა შეიძლება საბუთებზეც იყოს აქ რამე.
ან განკორწინება, იმიტომ რომ იეროფანტე მაინც ცოტა ისეთი რაღაცა მერყეობთ რა გავაკეთო. თუ დაუშვათ ახალი ადამიანი კიდე შემოვიდა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ აი ვენდო თუ არ ვენდო, აი აქ გადაწყვეტილებას მიიღებთ ძალიან კი ბატონო და ის რაც თქვენ ნამდვილად გაწუხებდა, თქვენ ამ სიტუაციას გაუმკლავდებით, მაქსიმალურად გაუმკლავდებით. იმიტომ რომ ქმედება უკვე არის აქ ანუ ბოლოს და ბოლოს всё, ეს რაც მე მაწუხებს, ეს რაც მე უკვე აქ მართლა ძალიან ჩემი განცდა რაც არის, всё, ამას მე გავუმკლავდი მაქსიმალურად, იცით, ანუ და სწრაფად, მოდით ასე ვთქვათ, აი როგორც ვთქვათ ახლა შეიძლება კბილის ტკივილი და всё, ახლა ვეღარ მოვითმენ და всё, უნდა წავიდე და ამოვიღო. აი ეგეთი რაღაცა არის აქ. ჯანმრთელობა სხვათა შორის კიდე დააკვირდით, რომ შეიძლება უცბად რაღაცა იქნება სასწრაფო ჩარევა და თუ დაუშვით რაღაცას იგრძნოთ, რომ ეს როგორი იცით, აი თუ დიდი ხანია დაუშვა, დიდი ხანია რაღაცა გაწუხებს და არ მიდიოდეთ ექიმთან, ხო? აი აქ შეიძლება უცბად დაგჭირდეს ოპერაცია, მაგრამ კარგად ჩაევლეს ეგაც. ნუ ეს არ ვიცი, ახლა ვიღაცისთვის არის უბრალოდ გვაჩვენეს ასე. და აქ всё კარიერაზე გადავდივართ ახლა ჩვენ. ვახ. კალბატონი იმპერატრიცა. აქ იცით როგორი მომენტი არის. აქ შეიძლება თუ დაუშვოთ კარიერაში იყო სიტუაცია, რომელიც თქვათ, არც იქით იყო, არც აქეთ იყო, თქვათ, იყო რამე სტაგნაცია. აი აქ თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ თქვენი პროფესიონალიზმი ანახოთ ყველას, იმიტომ რომ შეიძლება იყო როგორი პერიოდი, რომ აი ნუ დაუშვით კლიენტები არ ყავდათ სიტყვაზე, ხო? ან თქვენი პროექტები თქვათ არ მუშაობთ, ან სამსახურში ეძებდეთ და ვერ პოულობდეთ, თქვა დიდი ხანია, ხო? ან მინდა ისეთი, როგორც მე მესიამოვნება, მე არ მინდა რომ ჯიბე მქონდეს სამსახური, ისეთი მინდა რომ მე თავი ვიგრძნო, თქვა კარგად, ხო? და ვეძებდი, მაგრამ ნუ დიდი ხანია ვეძებდი და აი აქ 100%-იანი რაღაცა სიტუაცია თქვენი ისცვლება, აღიარება. თუ დაუშვოთ ახლა თქვენ დიდი ხანი ელოდებოდით წინსვლას, ხო? თქვა კარიერული, ხო? თქვა ცვლილება, კი ბატონო, აქ თქვენი აღიარება მიიღება, იმიტომ რომ თქვენ დიდი ხანია ცდილობდით და ბრძოლობდით, ასე ვთქვათ, მაგ ადგილისთვის და კი ნამდვილად იქნება თქვენი აღიარება ყველა ვარიანტში. კიდე აქ ვიღაცა წავა სხვათა შორის შეიძლება დეკრეტში, იმიტომ რომ მორჩა უკვე ისეთი პერიოდში ხართ, რომ უკვე ნუ მაგ კიდე რამდენი ხანი ხა უნდა კიდე ახლა ვუცადო და უკვე და გადაწყვეტილებას მიიღებ. კიდე შეიძლება ვიღაცა უბრალოდ თქვა იტყვის რომ всё აღარ მინდა მუშაობა, მივდივარ სახში უნდა ვიყო პენსია. ეგაც არის როგორც ვარიანტი და ვიცხოვრებ ახლა ისე როგორც მე მინდა. ნუ ყველა ვარიანტში ადამიანი რაღაც გამოდის იმ სიტუაციიდან, რომელიც დიდი ხანი გრძელდება და უმკლავდებით და ანუ თქვენ ხართ აი ძალიან კაი პოზიციაში, ნუ იმპერატრიცა ხა მაგაზე მეტი რა არის ახლა კაი. ხო, რაღაც გამოსავალს ნახავთ აუცილებლად. აქ თითქოს აი ვიცით რა მიდიხართ, აი თუ რამე სანერვიულო გქონდათ, ეს სანერვიულო უნდა დაამთავრდეს ახლა ამ საკითხში რაც იყო, ყველა ვარიანტში თქვენთვის იქნება რაღაც სასარგებლო სიტუაცია რა. ნუ იმპერატრიცაზე აქ даже ლაპარაკიც მეტი რა უნდა თქვა, ყველანაირად სიტუაცია დალაგდება. თუ რამე იყო, ეძებდეთ სამსახურს, ვერ პოულობდეთ, ნახავთ, წასვლა გინდოდათ სამსახურიდან, ვერ მიდიოდეთ, წახვალ და ძალიან კარგად. კიდე ახლა კარიერას რაც ეხება. აი აქ ხო ხედავთ, ნახეთ სწრაფად რაღაცას გააკეთეთ, რაღაცაში გაწუხებდეთ დიდი ხანია გაიგეთ და აი თითქოს შანსი მოგეცემათ, რომ უცბად ეს სიტუაცია დაალაგო რა. ანუ ან გადაწყვეტილებას იღებთ რაღაც ძალიან ესეთ რომ აღარ მინდა უკვე ამდენი ნერვიულობა და რაღაცა. და ფინანსები მოდით ვნახოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა.
სხვათა შორის აქ რაც ეხება ფინანსებს, აქ თქვენ მოაგვარებთ და აქაც სულ რაინდები, ეს იგი ეს უკვე მოძრაობა, ამოძრავდა სიტუაცია. იმიტომ რომ ნახეთ, გამოსვლა არის რთული სიტუაცია. რაღაცა საკეთებთ, ვიღაცა შეიძლება მამაკაცი დაგეხმარება, თქვენი თქვათ რაღაცა პრობლემა გექნება და თქვენი თქვათ ან პარტნიორი, ან ძმა შეიძლება თქვათ, ხო, ბიძე, რა ვიცი. დაგეხმარებათ, თუ დაუშვათ რამე ფინანსები დაგჭირდებათ, ის აუცილებლად დაგეხმარებათ და მოგაწოდებთ ხელს, რომ თქვათ მე დაგეხმარება. ან თქვენ თვითონ რაღაცას გააკეთებთ ისეც, რომ გამოსვლა არის ხუთიანიდან რა, ეს აქ არის, რთული სიტუაცია, როცა აქაც ნახეთ თუ ფინანსები არის, შეიძლება ხარ გაქვთ საქმე, რომელიც ძალიან მოგწონთ, მაგრამ აი ფული არა გაქვთ ისე, როგორც თქვათ, სტრესია რა, ანუ ნერვიულობ, რომ ფინანსურად ცოტა რაღაც ვერა ვარ კარგად და მინდა რომ გამოვიდე რა, აი თითქოს დამბლოკეს რა, რაღაცა კაპიკები კი გვაქვს, აი იმისთვის რომ თქვათ მე ახლა ვიყო თქვათ ხლა ხოძზე რა, სუნთლად ისე არ ვიყო თქვათ უფულოდ, მაგრამ ისე არა ვარ და აი ეს მაინც პენტაკლებია რა. და ანუ შეიძლება შემოსავალი თქვენი საქმედან იმდენად არ მოდიოდა თქვათ, ან ელოდება, ან რაღაცა შეიძლება თქვათ გააჩერეს. თქვათ იყო ნაკადი, ელოდებოდეთ რამე შემოსავალს, მაგრამ არა რა, აი შეაჩერეს თითქოს რა. შეჩერებულია არის რა. და თქვენ ელოდებით მართლა ცვლილებებს. აი რაღაც შეიძლება ელოდებოდეთ რომ წამოვიდოდა ნაკადი, მაგრამ აი ტყუილა ველოდებოდე, არ შემოვიდა. აი აქ იმიტომ თქვენ რაღაცა თუ აქაც პენტაკლები, ეს მტკივნეული სიტუაცია რომელიც გაქვთ, ხო? თქვენ მაგას რაღაცა აი უწყოთ გადაწყვეტ რა, გაუმკლავდებით. აქაც იგივეა, ხო, ხედავთ რომ ესე რა ქვია, ნამდვილად გამოსავალს ნახავთ, ყველა ვარიანტში ნახავთ გამოსავალს, კიდე ახლა აქ რა არის. კი. ხო, აქ ახლა ხო გეუბნეთ, თქვენ თვითონ ახლა ესეთი მებრძოლი ადამიანი ხართ, რომ ნამდვილად გაგეხარდებათ, სასიამოვნო იქნება, იმიტომ რომ აქ ახლა შეიძლება დაუშვათ თქვენ даже ახალი წყაროდანაც მიიღოთ რამე შემოსავალი, რომ იცოდეთ. აქ თუ გქონდა თქვენ კონფლიქტური სიტუაცია ფინანსებთან დაკავშირებით, იცოდეთ, რომ ძალიან აი კარგად გამოხვალთ იმ სიტუაციით, ისე თქვენ სასარგებლოდ, ხო, შეიძლება თქვათ ვინმეს თქვათ ვალი გაქვთ დაუშვათ, ხო? და ფიქრობთ რანაირად დავფარო, თქვათ, ხო, რა გავაკეთო, მაგრამ აქ შეიძლება დაუშვათ რჩევას მიიღებთ მამაკაცისგან, ან დახმარებას მიიღებთ და აუცილებლად ეს სიტუაცია, რომელიც თქვენ გაწუხებთ, შეიძლება ვიღაცა გთხოვს, ითხოვს რა, რომ უნდა და მერყეობთ თქვენ, არ იცით რა გავაკეთო, როგორ გამოვიდე რანაირად, ხო? აი ნამდვილად გაგეხარდებათ. აქ კიდე ახლა მაინც მაგის ენერგია, მაგი ახლა მასწავლებლობას, სწავლებასაც საჩვენებს და ამიტომ თუ დაუშვათ, აქაც იყო ეს თემა სწავლის ფული თქვათ არა გაქვს დაუშვათ და ფიქრობთ რა გავაკეთო, როგორ რა ვქნა, გავაგრძელო, ყველა ვარიანტში თქვენ იქნებით კმაყოფილი რა. კმაყოფილი იქნებით, ეს სიტუაცია, რომელიც ახლა გაწუხებთ თქვენთვის იქნება სასარგებლოდ. კი, გამარჯვებული გამოდიხართ, კი. რაღაც ძალიან გამარჯვებული, ანუ რაღაც პრობლემები, რომელიც თქვათ გქონდა თქვენ, ხო? აი ყველანაირად მოერევით თქვენ. შეიძლება გზავნილს ელოდებოდეთ თქვათ და არ მოდიოდა, ხო? და დაუშვათ ახლა, მაგრამ აი ეს პრობლემებს არ უშვებთ თქვენ, ანუ თითქოს გიცავენ. კი. ყველა ვარიანტში აქ იცით როგორ არის, აქ даже გიბრუნდებათ, შეიძლება იყო პერიოდი დაკარგული სიუხვეს, ხო? ანუ თქვათ შეჩერდა რაღაცა იყო სიტუაცია და როცა შეჩერდა შემოსავალი. აი, შეჩერებულია, გაიგეთ? მაგრამ აქ მოხდება რაღაც სიტუაციები, როცა თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით და ნამდვილად იქნება კარგი შემოსავალი, კმაყოფილი იქნებით, თან ძალიან აქ ახლა გვაქვს ახლა 4-იანი, ხო, თან ახლა ზოგჯერ არც
შეიძლება ისეთი სიტუაცია რომ თქვა ვერც უყოფნის თქვა იმისთვის რაც მე მჭირდება, ხო? თითქოს აი ზოგ შებაბში დაებლოკად ან კარტა ან რა ვიცი რაღაც ან შემოსან ხელფასარგი ხდიან, ну რაღაც ეგეთი მომენტი რა. და ცდილობთ რომ ამ სტრესიდან გამოსვლას, იმიტომ რომ დასედის ტუზი ზოგჯერ სტრესსაც აჩვენებს, როცა ადამიანი რაღაც ნერვიულობს. არ ვიცი, აი ნერვიულობ, ну ეხლა რომ გითხრათ ძალიან ახლა არა, მაგრამ ცდილობს რომ დამშვიდეთ, შეიძლება თქვენ თავს უხსნით, რომ არა, ну ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, გამოვალთ ამ სიტუაციიდან დაუშვოთ, ხო? მაგრამ აი აქ აი თითქოს სწრაფი, ნახეთ, აქაც სწრაფი რაინდია. ანუ თითქოს სწრაფად გამოვდივარ მე იმ სიტუაციაში, შეიძლება რამე თანხა დაგჭირდებათ და ის თანხაც უცბად შეიძლება შემოვიდეს. აი ეგეთი ნახეთ ახლა თქვენ თვითონ ახლა რამდენად თქვენი. და რაღაც თითქოს აი ახალი გზა გამოსვლა არის იმ სიტუაციიდან, რომელსაც ვერ უმკლავდებოდით. და ეს პრობლემები, რომელიც გქონდა, თქვენ ნახეთ, როგორ თავს როგორ იცავთ და მოგეცემათ იმისთვის, რომ თქვენთვის რაც აუცილებელი, რაც გადასაწყვეტია, რომ ამ სიტუაციასთან გამოსვლა არის რა. და აქ ვნახოთ ურთიერთობა. ну აქ არის როგორი მომენტი, იცით, მე შემიძლია გითხრათ, რომ მზის არკანი, ეს არის ყოველთვის კარგი. ბედნიერება, არსად არ ჩქარობთ, არსად არ მიდიხართ, არავინ არსად, ანუ თითქოს როგორ არის, როგორც მიდის, ისე მიდეს. ახლა რო გითხრათ, რომ თქვენს ბედნიერებას რამე შეუშლის ხელს, არა. ნამდვილად არა. და როგორი მომენტი, იცით, აი როცა მე არ უყურებ, აი უბრალოდ ბედნიერად ვარ და საერთოდ არ უყურებ, საწავა ეს ურთიერთობა, როგორ განვითარდება, რა ცვლილებები იქნება, აი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ კარგად ვარ. აი ეგეთი რაღაცა, თითქოს რაღაც სიტუაცია, რომელიც ახლა, ну, ნამდვილად არც გულის ტკენა მინდა, არც რამე ბრძოლა მინდა, არაფერიც არ მინდა თქვა ახლა, ანუ როგორც როგორ არის იცი, აი ბედნიერად ვარ. და ამ ბედნიერებით, კი, რაზეც ვოცნებობდი, არც даже შეიძლება იცით რა არის, ისეთი სიტუაცია მოხდეს, რომ რაზეც არ ვოცნებობდით, ის მოხდეს, იმდენად გაგეხარდება. აქ რაღაც ძალიან დიდი სიხარული არის, იცით? საინტერესო. აი ესეთი თითქოს იცით როგორ აი რესურსი მოდის პირიქით, ხო? ამი იცით როგორ არის? აი აქ თუ დაუშვოთ თქვენ გქონდათ აქ ვისი პოზიცია იქნება, იცით? აი დაუშვოთ შეიძლება თქვენ ახლა არ იცოდეთ თქვათ ახლა ეს ურთიერთობა საწავა. საერთოდ იქნება თუ არა განვითარება. საერთოდ არ ვიცოდეთ გქონდა თუ არა ჩვენ მომავალი, არ ვიცი რა იქნებით ერთად, არ ვიქნებით ერთად, შეიძლება მიმოწერა გქონდათ დაუშვათ და ადამიანმა თქვათ ან არ მოგწერა თქვათ, ну იყო თქვა დაუშვათ რაღაცა პაუზა, შეიძლება მანძილზე ხართ ინტერნეტის მიმოწერა, ხო? ну შემიძლია გითხრათ, რომ კარგად იქნება ყველაფერი და კიდე ნახეთ, შეიძლება რაღაცა გაგეხარდებათ ადამიანი, რომელიც თქვენ აი თქვენთვის სასიამოვნო არის, ხო, დაუშვოთ ისაც აი გახარებდათ, ასე რომ ვთქვათ. შეიძლება ძალიან თქვათ სერიოზულიც არაფერი იყო, აი ინტერნეტში იყო, აღარ გწერდათ, თქვათ. ну შეწყვიტა და თქვენ ფიქრობდეთ, რა ვიცი, იქნება ურთიერთობა, არ იქნება, გაგრძელდება, მომწერს, არ მომწერს. აი აქ შეიძლება ვთქვა, რომ მოგწერს. მოგწერთ ეს ადამიანი და აი მოგწერთ რაღაცა ინიციატივას გააჩენს, გაიგეთ? და სხვათა შორის აი ძალიან კარგი ის არის, რა ქვია, შეიძლება, ანუ ესეთი მიმოწერა საინტერესო თქვენთვის ორივესთვის იქნება და ძალიან ძალიან დიდი ბედნიერება. კიდე ვისაც დაუშვათ ახლა ну ახლა აქ შემიძლია თქვა ახალი, მაგრამ ამავე დროს თუ დაუშვოთ ახლა არც ახალი და არაფერი, აი ეს სიტუაცია თქვათ, ხო?
როცა ყავთ პარტნიორი დაუშვოთ, ხო, ხარ თქვენ, ხა შეგვაქვს ცოლ-ქმარი შეიძლება არ იყოთ, უბრალოდ ხვდებით ერთმანეთს, თქვათ, ხო? უბრალოდ საინტერესო ხართ ერთმანეთის. აი ამ შემთხვევაში უბრალოდ ბედნიერება იქნება. ანუ როგორც გითხარით, არც მას უფიქრდები, რომ თქვათ, როგორ იქნება, რანაირად იქნება, იმიტომ რომ აქ თქვენ რაღაცა გაკვეთილები გაიარეთ რა, უკვე თითქოს აღარც ფიქრობთ, იცი რა, აი როგორ არის დღევანდელი დღით ტკბები. აი დღეს ხვართ კარგად. მე აღარ ვფიქრობ ახლა მომავალზე როგორ განვითარდება და ასე შემდეგ, ხო? დღეს ვართ ერთად, კარგად ვართ და აი ეს მიხარია. გაიგეთ? აი ესეთი ენერგიები არის, პრინციპში ეს არის ძალიან სწორი მიდგომა. იმიტომ რომ არც წარსული არ არსებობს, არც მომავალი პრინციპში არსებობს დღეს რაც ხდება, ხო? ამიტომ ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, როცა ჩვენ დღეს და აქ ვცხოვრობთ. ნუ, პრინციპში მე ვფიქრობ, არ არის ცუდი პროგნოზი, ძალიან მშვენიერი პროგნოზი არის და ვინც ელოდება გზიდან ჩამოვა, ანუ აქაც რა არის? აქ თითქოს რაღაცა ტრანსფორმაცია მიდის პარტნიორში და თუ ვინმე წასული იყო გოგოებო, აუცილებლად ბრუნდება, ანუ აქ ყოფილ საჩვენებენ, რომ ბრუნდება თქვენთან ან შეტყობინებას დაელოდეთ და კიდე არის როგორი სიტუაცია. საინტერესო. იცით როგორ არის, თითქოს აი თქვენი პარტნიორი რაღაც იცვლება. ნუ რაღაცა კარგი ამბები მოდის თქვენთან, თქვენ სახშება სრულიადებში მოულოდნელი და ნუ ყოველ შემთხვევაში მაგარი ცვლილებები გაქვთ, იცით, მაგარი ცვლილებები არის და ძალიან მაგარი და სასიამოვნო. აი ესეთი შეგრძნება, ისეთ რომ აი რაღაც ახალი ეტაპი აქვს ვიღაცას ურთიერთობაში. ახალი ეტაპი. აი თუ ადამიანი დაუშვდა არ ჩუქნიდეთ სიყვარულს ადრე ან იმ რაოდენობით რაც თქვენ გინდოდათ, აი ხა იცვლება, თითქოს რაღაცა მასში შეიცვალა, გაიგეთ, გადაწყვეტილება მიიღო, აქ თუ ვინმეს დაუშვით წასულიც იყო, აქ ბრუნდება, აქ იცით როგორ არის, რომ აი გადაწყვეტილება მიიღო, არავინ არ მინდა, არავისთან არ წავალ, არაფერს, აი თითქოს ეგეთი რაღაცა რა. ნუ ნახავთ თქვენ ახალი ეტაპი, აი რაღაც ახალი ეტაპი იღვიძებს. ნუ დააკვირდით და მომწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდათ თქვენთვის და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემო სიხარულებო, ფრთხილად იყავით, თუ ოდნავ ეჭვი შეგეპარებათ, მომწერეთ. კარგით, თუ ვინმე ჩემი სახელით რამის მე არავის არ ვწერ, იცოდეთ, არაფერს არავის არ ვწერ. პირველი აკაუნტი გააკეთეს იმით ამერიკული ნომერით, ეხლა იმ დღეს ჩავწერე და ვთქვი, რომ მე მუშაობ მხოლოდ ქართული ნომერით, ეხლა ჩემი ნომერი მეუთით ის, ნუ კაროჩე რა, ჯაფსანდალე რა. და გირჩევნიათ, რომ მომწერეთ პირდაპირ, რომ გითხრათ რა, თქვენს ვიდეოდი და ამერიკეთ არ არის პრობლემა, რომ თქვა თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს ვარ მე, თან ვიდეოდი ისი კი არა ვიდეო თვალეთ, აი იმენა რომ დაგელაპარაკო, აი რომ დამენახო და მე რაღაცა გითხრათ, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომ ვცადეთ ჩვენი რაღაცა იმ ამერიკული ნომერი მოგცეს და ჩემაგარეთ გამომწერ გოგომ და ანუ რო ურეკავ თითქოს რაღაცა ერთობა და ვიდეო არის ჩემი მოდის და არა, აი ცოცხლად გაიგეთ, რომ აი ეს გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ რა გემოდარებდეს, რომ აი ვიღაცას დაღლიტობს ეგ და დაიღალოს ცოტა ხანი დაველოდოთ, ხო? კარგით, სამჩემო, კარგება, მე გისურვებთ სულების მხოლოდ და მხოლოდ კარგს.